გადავიდეთ რევოლუციაზე, როგორც ამერიკის დაწერა, მაგრამ მე მგონი სოფლიოში ხდება უკვე მოედო. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ წყარო არის ამერიკა. ესე იგი, მოდი უცბად გავირბინოთ ჯერ გეოგრაფიულად, ხო? რა და როგორ და რანაირად. ესე იგი, ნუ ყველამ ვიცით, რომ კანადასთან და მექსიკასთან ძალიან სწრაფად მოგვარდა, წაიბუზღუნეს გოგობიჭებმა, პატარა წუნდრუკეს თუ შეიძლება ასე ითქვას და მე აღმოჩნდა, რომ ორივე დათანხმდა. ხო? იცი რა, გუშინ გინი თქვა და მოდი კიდე გავიმეოროთ რა. ასაგებია ერთი რეაქცია არის ხოლმე თქვათ იგივე ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებაზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს არის ბერკეტი, პოლიტიკური ბერკეტი, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და შედეგი სხვა არის და განცხადება არავინ არ აპირებდა კანადის მართლა ოკუპაციას და შტატად შემოერთებას რა. ესეც კანადაზე, მოდი კანადაზე ვიტყვი ორი სიტყვით რა. კანადა განსაკუთრებით ეს მე მგონი იციან ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა, რომლებიც კაიხანია ცხოვრობენ და კანადა ასე თქვათ მათთვის ძალიან შორეული ქვეყანა არ არის რა. კანადის შემოერთება დღევანდელი ტრამპის ადმინისტრაციისთვის რეალურად დროს დომებოდათ კიდეც, ხო, პოლიტიკური პრობლემის შექმნელი იყო. სხვა თუ არაფერი კანადის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის სწორედ მემარცხენე სოციალისტური იდეებით გაჟღენთილი და წარმოიდგინეთ ეს იქნებოდა ესე იგი სენატში, კონგრესში და ასე შემდეგ რესპუბლიკელები ეგრევე დაკარგავდნენ. ხო, დიდი ხნით. მაგრამ ნუ ლევან უკაცრავად კითხვები შემოვიდა და დიდი მადლობა მაია ჩვენთან რო ხარ უსმენ აუცილებლად გავითვალისწინებ მაკითხვას და რომ მივავალთ რო არ დაირღვეს ხრება მაგაზეც ვკითხავ ლევანს ამიტომ ჩვენ ყველამ დავინახეთ რომ ტრამპმა ეს გამოიყენა ბერკეტად და ძალიან გრძნობი არ თან რა შემოერთება იმას ქნა არა იქ 25%-იანი ტარიფებით დაემუქრა მხოლოდ ხო იყო თავიდან მოგიერთებთ მე უცბად გაუწესა 25%-იანი ტარიფი და ყველაფერი დამთავრდა 2 დღეში როდესაც აი ეს მინდა გავარჩიოთ რა მიაღწია მიზანს დამთავრდა 2 დღეში თუ ბევრი ესეთ ინტერპრეტაციას აღნიშნულ აი ტრამპმა დაიხია უკან რანაირად დაიხია გახსოვთ იცით რა არის პრეტენზიები რაში მდგომარეობდა ამ ქვეყნებთან მოდით გავუყოთ რა ორ ნაწილად არის პრეტენზიები და მე აი თქვენ თუ ამას არ შეასრულეთ მე ვიზამ ამას ხო მე ვიზამ ამას იყო თავიდან მოგიერთებ კანადას ეუბნეოდა იმას მოგიერთებ აქ მექსიკას ეუბნეოდა რომ სამხედრო მოქმედებებს დავიწყებ შენს ტერიტორიაზე კარტელების განადგურებით გახსოვთ ხო მაგრამ და მე ეს შეიცვალა, ანუ მუქარა შეიცვალა 25%-იანი ტარიფით. და ეხლა საერთოდაც გაუქმდა, მაგრამ მოთხოვნა რა იყო? მოთხოვნა ხო სულ ერთი და იგივე იყო. იცი რა, მოდი ერთ რამეს დეტალს გავუსვამ, ხას რომ მოგწონს არ მოგწონს, ცუდია, კარგია, არადიპლომატიურია, ეს არის ამ კონკრეტული პოლიტიკოსის სტილი. ატეხავს ხოლმე ამბავს, ამაზე ხდება ერთი ამბავი, მოგიერთებთ, მიგიერთებთ, და მე იწყება რეალობა. ჩვენ უნდა უყუროთ მისი მოთხოვნა რა იყო და ეს მოთხოვნა კმაყოფილდება თუ არა. მოთხოვნა იყო სხვათა შორის ანალოგიური მოთხოვნები ქონდა კანადასთანაც და მექსიკასთანაც. მსგავსი. ხო? საზღვრების დაცვა, იმიტომ რომ არალეგალური ემიგრაცია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მასშტაბის, კანადიდან იმდენი არ იყო, მაგრამ იყო იქიდანაც. ხო? სხვა მონაცემებით დაახლოებით 15 მილიონი ადამიანია არალეგალურად შესული ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 4 წლის მანძილზე და ამ ნაკადიდან დაახლოებით მე-5 კანადიდანაა შესული. აბა დათვალეთ მე-5 15 მილიონის რამდენი ეს. აქვე ლევან უკაცრავად ხშირად გამოდის გაწყვეტილება, მაგრამ აი ხნა ხეპესეთის მოვიდა კომენტარი რომ არ გაუქმებულა გადაიდო 30 დღით ტარიფების ესეც მეთოდია იმისი რა ქვია შემოწმე რომ გაუქმებულიყო და აღარ გაეკეთებინათ მერე ეხლა არ გაუქმებულა გააკეთებენ გაუქმდება არ გააკეთებენ არ გაუქმდება დაახლოებით მეთოდია ესაც ბერკეტია მოთხოვნა ერთი იყო ესე იგი არალეგალური ემიგრანტების ნაკადის შემცირება ანუ საზღვრების დაცვა მეორე მოთხოვნა რაც იყო კანადის და მექსიკის მიმართ პირდაპირი მოთხოვნა რომ შეზღუდულიყო ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური შემოტანა ამ ქვეყნებიდან და ამ ნაწილში კანადა მე რაც მოვიკითხე მექსიკაზე ნაკლები არ ყოფილა ანუ დაახლოებით ერთნაირი
რაოდენობის ფენტანილი შემოდიოდა ორივე ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში და მესამე რაც და დავამატოთ რომ ჩინეთს ურევია ამაში კიდე ხელი და ჩინეთის დაბლოკვაც არის ამ ხერხით ჩინეთის აქტივობა იმიტომ რომ ფენტანილის შემომტანიც ასე ვთქვათ კომპონენტები ექსპორტიორი კანადასა და მექსიკაში არის ჩინეთი და მეორე რაც მთავარია სწორედ ჩინეთზე უნდა მეთქვა და მესამე მოთხოვნა ამ ქვეყნების მიმართ ეს იყო ჩინური ინდუსტრიის განვითარების შეზღუდვა თავიანთ ტერიტორიებზე. კერძოდ ავტომშენებელი ქარხნების მშენებლობის შეზღუდვა და ასე შემდეგ. მიაღწია ტრამპმა ამ მიზანს. აი ეს იყო მოთხოვნები. თავი დავანებოთ იმას მიერთა, მოიერთა, ომი დაიწყო თუ არ დაიწყო. მიაღწია ამ მიზანს. იმიტომ რომ ორივე მთავრობა კანადისაც და მექსიკისაც დათანხმდა, რომ 30 დღიან ვადაში ისინი ამ პრობლემებს გადაჭრიდნენ. ხო? მექსიკამ ვალდებულება აიღო, რომ 10,000 ჯარისკაც ჩააყენებს რიო გრანდეს გასწვრივ, ნაკადი უკვე შეწყდა და იმასაც დათანხმდა მექსიკა, რომ ესე იგი დეპორტირებულებს უკან მიიღებს, ხო, მიიღებს და იქიდან გაისტუმრებს და ასე შემდეგ. მიღწეულია მიზანი, მიღწეულია. მეორე, ეს კანადა და მექსიკას რაც შეეხება. პანამასთან მიღწეულია მიზანი? ყოველგვარი მიერთების გარეშე პანამის არხის. მიღწეულია მიზანი, იმიტომ რომ გაციებული არ იყო, ასე ვთქვათ, ნაკვალევი პანამასიტიდან წამოსული რუბიოსი და პანამის მთავრობა მეგრევე დენონსირება გაუკეთა ყველა ხელშეკრულებას ჩინელებთან, რომელიც მის პორტებს, ასე ვთქვათ, ორივე ოკეანეზე მის პორტებს აკონტროლებდნენ. ეგრევე გაუკეთა დენონსირება. მიღწეულია ყოველგვარი მიერთების გარეშე, მიღწეული არის. ჩვენთან ნაკლებად მაგაზე არის კითხვა ეხლა და ესეც გავითვალისწინოთ რა. სრულიად გაუგებარია მაგ ერთი რაღაც. ჩინეთის 10% ტარიფი და კანადის და მექსიკის 25%. ჩინეთს 10% დარჩა ტარიფი და კანადას და მექსიკას არა აქვს ეს 25%-იანი ტარიფი. ეხლა რატო სხვადასხვა პროცენტი? საქმე ისაა, რომ ჩინეთის ექსპორტი ნაკლებად არის ნიშნულოვნად არის დამოკიდებული ამერიკის ბაზარზე, მაგრამ ნაკლებად არის დამოკიდებული ამერიკის ბაზარზე, იმიტომ რომ ჩინეთი დღეს იქცა მსოფლიოს მანუფაქტურად, იგი ყველგან ყიდის, აფრიკაშიც, ევროპაშიც და ყველგან და მექსიკის და კანადის ინდუსტრია ძალიან არის დამოკიდებული, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი სწორედ ამერიკაში შედის, ამიტომ დარტყმას ისინი მიიღებდნენ გაცილებით უფრო მგრძნობი არის. აქედან გამომდინარე არის რომ იცოდეთ ეს ტარიფები განსხვავებული. ანუ ზეწოლის ბერკეტად არის გამოყენებული ისეთი ტარიფები, რომელიც მგრძნობი არ იქნება და რეალისტური ამ შემთხვევაში. ამა თუ რეალისტური კარგი სიტუაცია. ხო. გრენლანდია ჩვენ ეს აი ამ ნიაღვარის ამ სიახლეების ნიაღვარის ფონზე ცოტა ჩაიკარგა, არა და იქაც მიღწეულია დანიის პრემიერ-მინისტრმა პირველ თქვა, რომ ამერიკას ექნება შესაძლებლობა, ეძლევა შესაძლებლობა ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი ტიპის სამხედრო ბაზა ააშენოს გრენლანდიაში. ეს იყო რაც გვინდოდა სინამდვილეში რა. მორჩა დამთავრდა ლაპარაკი. ამას დაუმატეთ პლუს კიდევ ეს ჯაჭვად ასე ვთქვათ მიბმულია, ხო? რუტეს ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ ამერიკელები მართლები არიან და 5%-მდე უნდა გაიზარდოს ხარჯები ევროპისა თავდაცვაზე და რომ ევროპელებმაც უნდა შეიტანონ თავისი წვლილი ამ ყველაფერში. აი, მიღწეულია ორი კვირაში, ორი კვირა არ არის, არც არის გასული, ხო?